დავიდი არის ერთ-ერთი უდიდესი სკულპტურული ნამუშევარი მსოფლიოს ხელოვნების ისტორიაში. ის შეიქმნა 1504 წელს ფლორენციაში მიქელანჯელოს მიერ. სკულპტურა გამოიყვანეს ერთიანი მარმარილოს გიგანტური ბლოკიდან, რომელიც წლების მანძილზე დაზიანებული იყო. ორი სკულპტორი მასზე მუშაობას ცდილობდა მანამდე, მაგრამ მხოლოდ მიქელანჯელომ შეძლო ამ რთული მასალის გარდაქმნა შედევრად. იგი მხოლოდ 26 წლის იყო. დავითი 5 მეტრის სიმაღლისაა და საოცარი სიზუსტით არის გამოყვანილი. შეგიძლიათ დაინახოთ კუნთების დაჭიმულობა, ძარღვები, მზერა, რომელიც სიფრთხილეს და სიძლიერეს გამოხატავს. პიეტა ნიშნავს ღვთისმშობლის გამოსახულებას, რომელიც მკვდარ იესოს გულზე ატარებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი და ემოციური თემაა ქრისტიანულ ხელოვნებაში. მიქელანჯელომ სიცოცხლეში 4 პიეტა შექმნა. ეს არის ერთ-ერთი მათგანი. პიეტა შეიქმნა დაახლოებით 1547 წლიდან 1555 წლებში, როცა მიქელანჯელო უკვე მოხუცი იყო, დაახლოებით 70 წლის. ამბობენ, რომ ის ამ პიეტას თავის სამარხისთვის ამზადებდა. ვენერას დაბადება არის სანდრო ბოტიჩელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი და აღორძინების ეპოქის სიმბოლო. ის ასახავს სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთ ვენერას, ანაფროდიტეს დაბადების შესახებ.